UFC-ის მძიმე წონა არის მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი, სადაც ბინადრობენ ნამდვილი მონსტრები. ამ დივიზიონში დღესდღეობით არის ჩემპიონი და ტიტულის მფლობელი, ლეგენდარული ჯონ ჯონსი. ჯონ ჯონსი თავიდან ჩხუბობდა 93 კილოგრამში. 2008 წლიდან UFC-ში მას საერთოდ ერთი ბრძოლაც არ წაუგია, გადაუარა სულ ყველას მოასუფთავა მთელი დივიზიონი და 2023 წელს გადავიდა უკვე მძიმე დივიზიონში. პრინციპში ამ მებრძოლს წაგება საერთოდ არ აქვს. ოფიციალურად კი აქვს ერთი წაგება და გაუქმებული ერთი ბრძოლა, მაგრამ ეს ერთი წაგება იყო, მან გამოიყენა აკრძალული ილეთი იდაყვი, სადაც იდაყვით რამის თავი მოაგლიჯა თავის ოპონენტს და გაასვენეს ისა და მეორეჯერ დანიელ კორმიესთან, რომელსაც მოუგო მან ის ბრძოლა, მაგრამ ბრძოლის მერე დოპინგზე შეამოწმეს და ეს ბრძოლა გაუუქმეს მას. 2023 წელს ჯონსი იღებს გადაწყვეტილებას ავიდეს ყველაზე მძიმე დივიზიონში, სადაც პირველივე შეხვედრაში სირილ განს უგებს, ის მას ახრჩობს და 2024 წელს ხვდება ყველაზე ტიტულოვან მძიმე წონასანს სტიპე მიოჩიჩს და ამ ბრძოლასაც იგებს. ანუ მართლაც უნიკალური სპორტსმენია, 93 კილოგრამის შეჭამა, გადმოვიდა მძიმე წონაში და ძალიან მაგარი სპორტსმენია, მაგრამ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჯონ ჯონსი გაუშვას პენსიაზე და მას ტომას პინალი ქვია. ჯონსი და ასპინალის ბრძოლაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები, 2023 წლიდან სანამ სტიპე მიოჩიჩსაც შეხვდებოდა და დღემდე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, მაგრამ თვითონ როგორც ჯონსი ამბობს, მეო კი ბატონო ვიჩხუბებო, მაგრამ კაიფული უნდა გადამიხადონო, ჭორის დონეზე ვიცით რომ სადღაც 30 მილიონზე არის ლაპარაკი, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. ასევე ჯონსი ამბობს რომ მე მაწყობსო პერეირასთან ჩხუბიო, მაგრამ პერეირასთან როგორ იჩხუბებს არ ვიცი, ალბათ 93 კილოგრამში ჩაიწევა, თუ პერეირა აიწევა მძიმე დივიზიონში, ეგ მართლა არ ვიცი. მოკლედ მაგას მაინც UFC გადაწყვიტავს, დანა გადაწყვიტავს, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყველა ვიცით რომ დანა არის ძალიან მაგარი მაყუთის და ფულის მოყვარული ადამიანი და რა თქმა უნდა ის გააკეთებს ისეთ ბრძოლას, სადაც უფრო დიდ ფულს იშოვიან მებრძოლებს და თვითონაც, ამიტომ ჩემი აზრით, ეს პირადად ჩემი აზრი არის, არავის არ ვახვევ თავს, მაგრამ ჩემი აზრით ჯონსის ჩხუბი პერეირასთან უფრო ბევრად მომგებიანი იქნება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დანა ვაითი უფრო მაგეთ ხარეს წავა, იმიტომ რომ ამხელა ბრაზილია და ამდენი მაყურებელი ყავს, ტომას პინალი მაინც ახალგაზრდაა, მაგრამ ყველაფერი ხდება, არ ვიცით. დღეს კიდევ ვილაპარაკებთ ტომას პინალზე, იმიტომ რომ ის მართლაც პირველი კანდიდატი არის მძიმე წონაში და ვფიქრობ, რომ დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ ის მართლა უკონკურენტო იქნება, მაგრამ პრინციპში დღესაც უკონკურენტოა ეს ადამიანი და მაგიტომ დავიწყოთ, გავიცნოთ ის, ნახოთ მისი ყველა ჩხუბი და დავიწყოთ მისი ბავშვობიდან. ასპინალი დაიბადა 1991 წელს ბრიტანეთში. მისი მამა ენდი IT სპეციალისტია. მან დაანება ამ პროფესიას თავი, როდესაც მოიპოვა შავი ქამარი ჯიუ-ჯიტსუში. ენდი ასპინალი ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც გაახსნა ბრიტანეთში ჯიუ-ჯიტსუს დარბაზი. ტომის ნათესავები დედის მხრიდან კრივით იყვნენ გატაცებულები და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა იმოქმედა ბავშვზეც. ტომას პინალი 6 წლის ასაკიდან დაიწყო აქტიური ვარჯიში კრივზე და პარალელურად მამამისთან ერთად უბერავდა ჯიუ-ჯიტსუს. თქვენს ნახეთ რა გარემოში გაიზარდა ასპინალი და რა თქმა უნდა მას ორთა ბრძოლები შეუყვარდა და 18 წლის ასაკში ის უკვე ძალიან დიდი და მონსტრი იყო, 1.96 და 120 კილოგრამი. წარმოიდგინეთ რამხელა და დაიწყო 18 წლის ასაკიდან სამოყვარულო MMA. მან სამოყვარულო MMA-ში 6 ბრძოლა ჩაატარა და 6-ვე ფინიშით დაასრულა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 6-დან 5 მან დაასრულა პირველივე რაუნდში და უკვე მაგ დროს 18 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა მიზანი და ოცნება დასახული. პროფესიონალებში აპირებ გადასვლას. რა თქმა უნდა, არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები. ასპინალმა თავისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა MMA-ში 15 წამში დაასრულა. გადაიყვანა თავისი მეტოქე ძირს და თავისი იდაყვით თავი გაუნგრია იქვე. წარმოიდგინეთ, საერთო ჯამში მას 15 ბრძოლა ექნება ჩატარებული დღესდღეობით პროფესიონალებში, საიდანაც 11 ბრძოლა მან ფინიში მოიპოვა პირველივე რაუნდში, რა დონის პროფესიონალი და მაგარი მოჩხუბარია. 2015 წელს ასპინალი ხვდება რიკი კინგს, ამ მებრძოლმა 59 წამზე მეტი ვერ გაუქაჩა. მან ჯერ გადაიყვანა ასპინალი ძირს, საიდანაც ასპინალისთვის ეხა შავი ქამრის მფლობელია ჯიუ-ჯიტსუში არ გაუჭერდებოდა, იქიდან გარდიდანვე ძალიან ლამაზად გამოართო ფეხი და ქუსზე გაუკეთა ისეთი მტკივნეული, რომ 59 წამზე ეს ბრძოლა ფინიშით დასრულდა. აი მესამე ბრძოლა მან 9 წამში ნოკაუტით მოიგო, თვითონ სტატისტიკაში წავიკითხე, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ ვნახე, აი არ
ვიცი რა უკნა მან 9 წამში თავის მეტოქეს, რომ ეს ვიდეო საერთოდ ზოგადად გააკრეს. ერთი იმას ვიტყვი, რომ ასპინალმა მაგ დროისათვის 3 პროფესიონალური ჩხუბი დაასრულა ფინიშით და საერთო ჯამში მას დაჭირდა 73 წამი. დაი პირველი და უკანასკნელი ასპინალის მარცხი 2015 წელს, სადაც ის შეერკინა სტიუარტ აუსტინს. ეს ბრძოლა ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, 2 რაუნდი გაგრძელდა, სტიუარტი იყო თვითონ ჯუდოისტი. მან გადაიყვანა ასპინალი ძირს, მაგრამ ეხა ასპინალს პარტერით და ჭიდაობით ნამდვილად ვერ შეაშინებდი და იქვე პარტერში ასპინალმა ისე მოახერხა, რომ დაუშვა, აი მაგრად დაუშვა, ყველას ეგონა, რომ ეს ბრძოლა 1 ან 2 წამი, 3 წამი და უკვე დასრულდებოდა, ის მოიგებდა ნოკაუტით, მაგრამ ამხელა დაბომბვის მერე რაღაცნაირად აუსტინმა მოახერხა და გამოართვა ფეხი და ზუსტად ფეხზე გაუკეთა საბმიშენი ფეხის ქუსზე და მან ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ იმ 2015 წლიდან ასპინალს დღემდე არ წაუგიათ 10 წლის განმავლობაში. 2016 წელს ბრიტანელს ენდრიუ როსკა ხვდება, ასპინალმა აქტიურად დაიწყო ეს ბრძოლა, მაგრამ მოყვა მახრჩობელაში, თითქოს მახრჩობელაში მოყვა, მაგრამ ამისთვის ეს პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, ამ მახრჩობელიდან გამოძვრა და დაუშვა და აი რამხე 120 კილოგრამიანი ადამიანი, რომელიც არის ძალიან ზესწრაფი, წარმოგიდგენიათ, ეხა რო ხვდება მაგის იმუშტი რა ხდება და პირველივე წუთზე მან თავისი ოპონენტი დააფინიშა. ამავე წელს ასპინალი კიდევ იგებს მორიგ შეხვედრას პირველივე რაუნდში, მაგრამ მას ამას წაგებაში უთვლიან და წაგებაში რატო უთვლიან? იმიტომ რომ გამოიყენა აკრძალული ილეთი. ამ ვიდეოს, ეს ვიდეო ვერ ვიპოვე, მაგრამ გაჩვენებთ ვიდეოს ჯონ ჯონსის, იმიტომ რომ ჯონ ჯონსმაც თავიდან თავის კარიერის დასაწყისში ზუსტად ეგრე წააგო, იდაყვებით აი სახე გააძრო თავის ოპონენტს, გაასისხლიანა, მოკლა და დისკვალიფიკაცია მისცეს რა. დღესდღეობით ახლა როგორც ვიცი, სატიტულო ბრძოლებში ეს უკვე დაშვებული არის. შემდეგი კამილ ბაზალაკი იყო, რომელმაც წუთი და 16 წამი გაუძლო ამ ბრიტანელ მონსტრს. მან ჯერ კრივით დაანოკდაუნა თავისი ოპონენტი, დააგდო და მერე ტრადიციულად დააფინიშა თავისი რკინის მუშტებით და აი რო დააკვირდეთ ასპინალის ბრძოლებს, აი ეს არის რა, ჯერ ანოკდაუნებს ადამიანს, ანგრევს, ყველაფრის მუღამს აკარგვინებს, ეცევა და მერე უკვე ზემოდან ჯდება და იქ უკვე გინდ ბლოკი აიფარე, გინდ რა ვიცი რა, ფარი აიფარე, ამ ხელა 120 კილოგრამიან მუშტებს უკვე ვეღარსად ვერ გაურბიხარ და ფინიში თავდება ყველაფერი. და აი ასპინალის ცხოვრებაში დგება ძალიან მძიმე პერიოდი, მაგ დროისათვის მას ახალი ყავდა შეძენილი შვილი და თავისი მეუღლე კიდევ იყო ორსული ტყუპებზე. ცუდი პერიოდი იმაში იყო, რომ ასპინალი ფულს შეულობდა MMA-ის ბრძოლებით და იმ მომენტისათვის ადგილობრივ პრომოშენებში აღარავის აღარ უნდოდა ასპინალთან ბრძოლა. რო გაიგებდნენ, რომ ასპინალს უნდა შეხვედროდნენ, ეგრევე ეხსნებოდნენ სუყელანი ბრძოლიდან და საწყალი ასპინალი დარჩა ესე მეტოქეების გარეშე. მაგ დროს მან ჩაიქნია ხელი საერთოდ ბრძოლებზე MMA-ზე და გაიგო, რომ რაღაცა ფულს იხდიან 1000 ფუნტამდეო ერთ ბრძოლაშიო, კრივშიო და მოდიო მოსინჯაო მეცუძალებსო და წავიდა ამ ბრძოლაში ბრიტანეთში და პირველივე შერკინებაში კრივში ისეთი დომინაციით მოიგო, რომ იმ მომენტისათვის მან ტაისონ ფიურის გუნდი იმყოფებოდა და რო დაინახეს ესეთი მაგარი ტალანტი, ეგრევე დაითრიეს ასპინალი, წაიყვანეს და 2 წლის განმავლობაში ასპინალი ვარჯიშობდა ტაისონ ფიურისთან და მთავარი სპარინგ პარტნიორი იყო ტაისონ ფიურის, წარმოიდგინეთ რა დონეზე აუვიდოდა მას კრივის დონე. ფიურის ოჯახი ძალიან მიყვარს, მისი მთავარი მწვრთნელი პიტერ ფიური ნამდვილი გენიოსია, მან მე ბევრი რაღაცა მასწავლა. დღემდე თავისუფალი დრო როცა მაქვს კრივში, მე სულ მაგათთან ვემზადები. ამასობაში თითქმის 3 წლიანი პაუზის მერე მრავალშვილიან მამას მოსდის მოწვევა Cage Warriors-გან, ესეთი პრომოუშენი არის სერიოზული მოწვევა, რომ მოდიო ჩვენთან იბრძოლეო, მაგრამ ამას უკვე MMA-ზე ქონდა ხელი ჩაქნეული და მამამისმა ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის ფლობელმა ოსტატმა დაისვა თავისი შვილი და უთხრა, რომ აი ფიურის გუნდიო ძალიან მაგარი არისო, ძალიან კაი არისო, კრივიც კარგად გამოგდისო, მაგრამ მე ვხედაო, რომ შენ გაქვსო ტალანტიო MMA-ისო და მოკლედ იმდენი ელაპარაკა, რომ დაარწმუნა ასპინალი, რომ გამოსულიყო MMA-ში. და 2019 წელს ასპინალი ხვდება სოფიანე ბუკიჩოს ბრძოლით და სამწუხარო ამბავი მოხდა ამ ბრძოლაში პირველივე წამებზე, ბუკიჩომ ფეხი გაისროლა, ასპინალს მოარტყა და
ფეხი მოიტეხა, ძალიან ესეთი ცუდი სანახაობა იყო, ეგრევე გააქანეს საოპერაციო დააწვინეს და მაგდროს ასპინალმა ისეთი საქციელი გააკეთა, რომ დღესდღეობით მე ისედაც პატივს ვცემდი და ძალიან მომწონს მაგისი ჩხუბები, ამის მერე უფრო დიდ პატივს ვცემ მას. ჯობდა წამეგო, ჯობდა ნოკაუტში ჩავარდნილიყავი. მან ფეხი მოიტეხა ჩემს გამო. მას ორი ოპერაცია გაუკეთეს და კლინიკაში მარტო დატოვეს. მე მივწერე მას, ხომ არ ჭირდებოდა ფილმების დისკები ან წიგნები. მან მითხრა, საჭმელი მინდაო. მოკლედ როგორც შემეძლო ყველანაირად გვერდში დაუდექი. ამავე 2019 წელს ასპინალი ხვდება მაიკლ ჰამუდას, რომელიც ზუსტად 56 წამში დაანოკაუტა. მან ფიურისთან ნასწავლი კომბინაციით ჯერ დაანოკდაუნა თავისი ოპონენტი და მერე შეაჯდა და უკვე ტრადიციულად დააფინიშა ის. და 2020 წელს ასპინალის ოცნება სრულდება და UFC უკავშირდება მას, ესენი კონტრაქტს აფორმებენ და პირველი მისი ოპონენტი იყო ჯეიკ ოლერი, რომელმაც პირველივე დებიუტზე 43 წამი გაუკაჩა, მეტი არა, ისევ პირველ რაუნდში ისევ ნოკდაუნი. ჯერ ასპინალმა მუცელში მაგრად ტენა ფეხი, მერე თავისი კრივით ორიანი დარტყმით გაუჯინა სახეში, წააქცია, დაანოკდაუნა და ტრადიციულად ისევ შეაჯდა და დააფინიშა ზემოდან. 2021 წელს ასპინალს ხვდება ალან ბოდო, რომელიც მოდიოდა 4 ბრძოლით UFC-ში და 4-ვე წაგება ჰქონდა. აი გარტყმაში არა ვარ, ისი იმედი ჰქონდა ამ მებრძოლს მარტო ღმერთმა იცის, ნუ რა თქმა უნდა ასპინალმა დაღეჭა და მოინელა ზუსტად 1 წუთში და 30 წამში ეს მებრძოლის და კიდევ ერთი გამარჯვება. და აი მართლაც ძლივს შეხვდა ასპინალს მართლაც სერიოზული ოპონენტი ანდრეი ორლოვსკი, რომელიც 20 წლის განმავლობაში UFC-ში მოღვაწეობდა და ჩხუბობდა. 2000-იანებში მისი სახელის გაგონებაზე მართლა ძალიან ბევრს უტყდებოდა კანკალი. მან UFC-ს ჩემპიონობაც აიღო და ორჯერ დაიცვა თავისი კამარი, მოკლედ ძალიან სერიოზული მებრძოლი, რომელმაც სხვათა შორის ასპინალს 2 რაუნდი გაუკაჩა. ასპინალის დღესდღეობით კარიერაში სულ 2 კაცს აქვს 2 რაუნდი გაკაჩული. ნუ აქ პირველივე რაუნდში ჩანდა, რომ ბრიტანელი ბევრად უკეთესი იყო ორლოვსკიზე, ჩვეულებრივად შედიოდა ცვლაში და ბევრად უკეთესი იყო და დომინირებდა ცვლაში. ორლოვსკიც კაი იყო, მაგრათაც იქნევდა ხელებს, მაგრამ აი ასპინალი ისე დონის სწრაფია და რომ დააკვირდით მაგის მოძრაობას, რომ აი დგომში რო დგას, აი სრულყოფილი მოკრივია და იცილებდა ყველანაირ დარტყმას და ესე პირველი რაუნდი თავის სასარგებლო დომინაციით დაასრულა და მეორე რაუნდში უკვე შემოვიდა სულ სხვა შეცვლილი სტრატეგიით. ეგრევე დაათეიქდაუნა და ეცა ვამპირივით ყელში და ზურგიდან დაახჭო ორლოვსკი. 2021 წელს ასპინალს ხვდება მორიგი თავისი მსხვერპლი სერგეი სპივაკი, მოლდოველი, რომელიც 6 ბრძოლით მოდიოდა UFC-ში და 6-დან 4 გამარჯვება ჰქონდა. ის იყო ცნობილი თავისი კაი ჭიდაობით, სადაც გადაყავდა ოპონენტები ძირს და მერე იქ აფინიშებდა. ასპინალის ბრძოლას გავდა, მაგრამ ასპინალის სხვა დონეა. ასპინალმა ეს ბრძოლა რა თქმა უნდა პირველივე რაუნდში მოიგო და აჩვენა მას აი უმაღლესი დონის კრივი. ტეიქდაუნის მცდელობა დაუბლოკა თავის ოპონენტს და მერე მუცელში მიცა თავისი უძლიერესი მუხლი, მერე ეგრევე იდაყვი მიაყოლა და დამთავრდა შენი მეტოქე და ეგრევე დააფინიშა უკვე ძირს. ვის გამოიძახებდი? მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არის რეიტინგში არც ერთზე უარს არ ვიტყვი. და 2022 წელს ლონდონში ასპინალი ხვდება უმაგრეს მებრძოლს 2 მეტრიანს, ყოფილ ბელატორის ჩემპიონს ალექსანდრ ვოლკოვს. ალექსანდრ ვოლკოვს UFC-ში ჰქონდა 11 ბრძოლა ჩატარებული, საიდანაც 7 დაასრულა გამარჯვებით. ეს ბრძოლაც ასპინალმა რა თქმა უნდა პირველივე რაუნდში დაასრულა გამარჯვებით. მან ჯერ გადაიყვანა რუსი ტეიქდაუნი ძირს, სადაც მაგრად დაბომბა თავისი მუშტებით, აი როგორღაც რუსი ადგა, როგორღაც აზზე მოვიდა, ფეხზე დადგა თუ არა და მერე კიდევ ერთი ტეიქდაუნი. აი მოკლედ შეჭამა ადამიანი, ტეიქდაუნის დროს პარტერში კიდევ დაუშვა, დაიწყო მისი დაღეჭვა, იდაყვებით მუშტებით და ბოლოს ერთ მომენტში რაღაცნაირად გადაიფიქრა და ეგრევე გადავიდა არმბარზე და ეგრევე გაუჭიმა მტკივნეული ხელზე და ეს ბრძოლაც მოიგო. მოკლედ ეს იყო მეხუთე გამარჯვება ასპინალის, საიდანაც 4 ბონუსი დაიმსახურა. ნუ სადღაცაც $200,000 ჯიბეში ჩაიდო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე. რა არის შენი წარმატების საიდუმლო? საიდუმლო რწმენაშია, მამა ჩემი, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ყველას ჯეროდა ჩემი. მინდა მათ მადლობა გადაუხადო, მე კი მჯერა საკუთარი თავის, რადგან ისინი ჩემს გვერდში
ნოკაუტში არიან. 2022 წელს ასპინალი ხვდება კორტის ბლეიდს, აი მართლა ელიტარული ჭიდაობის წარმომადგენელს, რომელიც მიახლოებით ესე ჩხუბობდა როგორც ასპინალი, მას გადაყავდა ადამიანები პარტერში ძირს და მერე თავისი დაყვებით ანადგურებდა შეარქვეს ზედმეტსახელი ბრიტო, იმიტომ რომ მართლა პარტერში დაყვებით ასისხლიანებდა და სახეებს უჭრიდა. მის ანგარიზე არის ისეთი მაგარი მებრძოლების სკალპები, როგორიც არის ჯუნიორ დოს სანტოსი, ოვერიმი და კიდევ ძალიან ბევრი სერიოზული მებრძოლი. დაიბრძოლა, დაიწყო და მე-15 წამზე ძალიან ცუდი რაღაცა მოუვიდა ასპინალს, მან ფეხი გაისროლა და მოიწყვიტა ჯვარედინი, მყესი მუხტში, ასევე მენისკი მთლიანად მოიგლიჯა და აი ყველა შოკში იყო. არავინ არ იცოდა როგორ დასრულდებოდა. უმეტესი მებრძოლი აი ესეთი სერიოზული ტრავმის მერე ზოგადად ანებია. ალბათ 99% საერთოდ ბრძოლებს დაანებებდა თავს. ბრიტანელს მოკლედ გაუკეთეს ოპერაცია, 1 წლის განმავლობაში საერთოდ არ ბრძოლობდა, მკურნალობდა, მაგრამ მემზადებოდა და მაინც გამოვიდა რა. მისი შემდეგი ოპონენტი იყო ტიბურა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო და აი საერთოდ არ ეთყობოდა მას, რომ რაღაცა ტრავმა ჰქონდა. უფრო კარგათაც და უფრო სწრაფათაც მოძრაობდა, რომ დააკვირდეთ, აი თითქოს მსუბუქი წონის მოჩხუბარი იყო და პირველივე რაუნდზე მან ჯერ იდაყვით გაურღვია ტიბურას ბლოკი, იქ პატარა ფანჯარა გაიხსნა, იმ ფანჯარა შეეგრევე ტენა და მერე უკვე დაგდებულს ტრადიციულად რა თქმა უნდა რას უზავდა, ეგრევე გაგლიჯა და დააფინიშა მიწაზევე თავისი რკინის მუშტებით. მე სულ სხვა ადამიანი ვარ. ეს ჩემი თავის ახალი ვერსიაა. ჩემი სხეული შეიცვალა, ჩემი გონება შეიცვალა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მე ვეღარავინ გამაჩერებს. ამავე წელს ჯონ ჯონსი ამოვიდა სატიტულო ბრძოლით მძიმე წონაში, მოიგო სირილ განთაენაის ბრძოლა, დაიმსახურა თავისი ტიტული და ტიტულის დასაცავად გამოიწვია სტიპე მიოჩიჩი და სტიპე მიოჩიჩი, ვინც არ იცის, არის მძიმე წონის ლეგენდა. ის არის ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი. UFC-მ რა თქმა უნდა ეს ბრძოლა დანიშნა, მაგრამ ცუდი ამბავი მოხდა, რომ ჯონ ჯონსმა ტრავმა მიიღო და ეს ვაკანტური გახდა ეს ტიტული და დროებითი ტიტული გაათამაშა UFC-მ, სადაც შეახვედრეს ტომას სპინალი და სერგეი პავლოვიჩი. სერგეი პავლოვიჩი ძალიან სერიოზული მებრძოლია, იმის მიუხედავად, რომ მან თავისი დებიუტი 2018 წელს წააგო ალისტარ ოვერიმთან, მის მერე მას არ წაუგია 2023 წლამდე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან 6 ბრძოლა ჩაატარა, 6-ვე მოიგო და 6-ვე მოიგო ნოკაუტით და 6-ვე იყო პირველივე რაუნდში. მიახლოებით როგორც ტომას სპინალი. მოკლედ ამ რუსულ მაცივარს ვერავინ ვერ უძლებდა. დაიბრძოლა იწყება, სპორტსმენებმა ერთმანეთს ხარზე ხელი დაადეს, ესე ჯიგრულად, ესე ძმაკაცურად, ეთყობა იცოდნენ რაც მოხდებოდა, ბოლო-ბოლო მძიმე წონა არის და ორივე მაგარი მოკრივი არის და ორივე სუპირველ რაუნდში და ნოკაუტებით ჰქონდა გამარჯვება, გამოხატეს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და დასცხეს. მოკლედ პავლოვიჩი პირველივე წამებზე აფეთქდა და ძალიან მაგარი დარტყმებიც გაუჯინა, კაი კომბინაცია. რის მერეც აი უმეტესობა 90% ამ დარტყმებს ვერ გაუძლო, მაგრამ გვანახა თვითონ ასპინალმა, რომ დარტყმებსაც ძალიან მაგრად უძლებს. მერე კიდე მეორე შეტევა ჰქონდა პავლოვიჩს, მაგრამ ასპინალი ძალიან სწრაფი იყო, აი რეალურად მოძრაობს როგორც სუბუქი წონის მებრძოლი და აიცილა საერთოდ ყველა დარტყმა და ბოლოს 70 წამზე აფეთქდა თვითონ ასპინალი, ჯერ კერჩი გაუტარა ერთი დარტყმა, მერე უძლიერესი დარტყმა საფეთქელში ტენა და სანამ ეცემოდა ორი კიდე მოარტყა და მერე ბოლოს ზემოდან შეაჯდა და დაასრულა. და კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი ბონუსი გაიფორმა ასპინალმა. ის დიდი და საშიში კაცია, ბრძოლის წინ პირველად მეშინოდა ასე მაგრად, მაგრამ იცით რას გეტყვით? მეც ძალიან საშიში და დიდი ვარ. მე ამისათვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ ჩემზე მეტი მამაჩემმა იშრომა. მე ამ კამარს ვუძღვნი მამაჩემს. საერთო ჯამში დროებითი ტიტული მოიპოვა ტომას სპინალმა, მაგრამ ნამდვილი ტიტული ჯონ ჯონს ჰქონდა. ისინი ერთმანეთს მაინც ვერ შეხვდნენ, იმიტომ რომ ჯონს ჰქონდა ჩანიშნული ბრძოლა ნოემბერში სტიპე მიოჩიჩთან და ამიტომ სარევანშო ბრძოლით ახვედრებენ ასპინალს ბლეიდს, სწორედ იმ ბლეიდს, ვისთანაც ასპინალმა ფეხი მოიტეხა. ამ ბრძოლაში ასპინალმა ყველას დაუმტკიცა, რომ წინა ბრძოლა იყო აი ჩვეულებრივი გაუგებრობა რა. პირველივე რაუნდში, პირველივე წუთზე მოკლე ჯებით ეგრევე დაანოკდაუნა ბლეიდსი და მერე ტრადიციულად რა თქმა უნდა შეაჯდა და დაგეჭა პარტერში, გადაუარა ამ მებრძოლს და კიდევ ერთი გამარჯვება პირველ რაუნდში და კიდევ ერთი ბონუსი გაიფორმა. ამასობაში ჯონსმა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო
სტიპე მიოჩიც მოგეხსენებათ და დღესდღეობით აი არავინ არ იცის რა მოხდება ამ დივიზიონში, შეხვდება თუ არა ჯონსი ასპინალს, ბევრი ამბობს რომ პერეირას შეხვდება, ბევრი ამბობს რომ ასპინალს შეხვდება, ბევრი საერთოდ ამბობს რომ საერთოდ დაასრულებს კარიერას. მე რომ მკითხო, აი ძალიან ისეთი ვარიანტია რა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ახალი თაობის წარმომადგენელი ასპინალი. ჯონსი მაინც უკვე ბებერია, ერთადერთს იმას ვიტყოდი, რომ ჯონსისნაირი ლეგენდა, ეხლა რა ვიცი, ფეხი-ფეხზე უნდა გადაიდოს და საერთოდ ამ სპორტიდან წამოვიდეს ესე წაგების გარეშე, მაგრამ გააჩნია რამდენს გადაუხდიან ჯონს რა. იმიტომ რომ ჯონს როგორც ჩანს, ფულით ძალიან მაგრად უყვარს და მაგიტომ ფულის გულისთვის ის აუცილებლად იბრძოლებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება ეს ამბები. იქამდე კიდევ მოусმინოთ სერიოზულ სპორტსმენებს, UFC-ს წამყვან სპორტსმენებს, რას ფიქრობენ იმ შეხვედრაზე, ჯონსის და ასპინალის შეხვედრაზე, თუ როგორ დასრულდება. ასპინალს ნამდვილად აქვს ძალაც ისწრაფეს მოქნილობაც, მას ნამდვილად შეუძლია პრობლემები შეუქმნას ჯონს. პლუს ამას ის ახალგაზრდაა და ყოველდღე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჯონსის ბოლო ჩხუბიდან გამომდინარე მიოჩიჩთან მგონი ასპინალს მეტი შანსი აქვს მოგების. მაგრამ ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ ასპინალს ჯონსის ან იდაყვი ან მუხლი დახვდება. ჯონსის მხარეს ყოველთვის დიდი გამოცდილება იქნება. ბევრი აქებს ასპინალს იძახის, რომ ის ახალი თაობის ტალანტია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აქ გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ჯონსი მოიგებს. ჯონსი ჩემპიონია, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ ის ვერ შეაჩერებს ამ მომენტისათვის ასპინალს. ის მას მოუგებს როგორც ტიბურას. მე არ მგონია, რომ ვინმე ამ პლანეტაზე შეუძლია ასპინალის გაჩერება. ამ ბრძოლის ნახვა ყველას გვინდა, მათმა ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, ჯონსი უპოვის ასპინალს გასაგებს, მაგრამ ღმერთო ჩემო, რო ვიხსენე პავლოვის რა უკნა ასპინალმა, ეს სასწაული იყო. ერთხელ ერთად ვიჯექით UFC 3-ზე. ის მამამისთან ერთად იყო. ორივე ძალიან მაგარი კაი ტიპები არიან. ტომი, ჩემს სიმაღლეა, შეიძლება ცოტათი მაღალი, მაგრამ ძალიან მსხვილია, ასეთი მსხვილი და ასეთი სწრაფი, ის ნამდვილად ძალიან საშიშია. პირველ რაუნდში ასპინალი უმაგრესია, მაგას კითხვა არ ჭირდება. ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ რა იქნება მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდებში? ასპინალს 2 რაუნდზე მეტი არ უჩხუბია. ჯონსი კი მეოთხე, მეხუთე რაუნდებში უფრო მაგარია. ასე რომ მგონია, რომ ჯონსი მოიგებს. აქვე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და გადაუხადო მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც უყურებს ამ არხს, ვინც გამოიწერა და აკომენტარებს, ძალიან მაგრად მიხარია. მართლა არ მეგონა ამდენი ადამიანი თუ იაქტიურებდა და მინდა ყველას გითხრათ, რომ აი კომენტარებში ბევრი რო წერთ, ამაზე გააკეთე ვიდეო, იმაზე გააკეთე ვიდეო, რა თქმა უნდა, ყველას შევეხები, ყველას გავითვალისწინებ, ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარებისთვის. უბრალოდ მარტო ვარ რა და დროში ცოტა შეზღუდული ვარ და შეძლებს დაგვარად, აი ყველა თქვენ თხოვნას შევასრულებ. ამით გემშვიდობებით, მაგრამ პატივს სცემს უყველას და ვეცდები უფრო მეტი ვიდეო გაჩვენოთ თქვენ.